ნებისმიერი ჩვენგანის წინაშე არსებული ყველაზე რთული კითხვა მეცნიერებასა და ღმერთთან დაკავშირებული საკითხი როდია, არამედ კითხვა ტანჯვასა და ღმერთთან დაკავშირებით. თანამედროვე მსოფლიოში უამრავი საშინელი კითხვის წინაშე გვიწევს პირისპირ დგომა. პრობლემა ისაა, რომ კითხვის დასმისას ვაცნობიერებთ, რომ არსებობს ორგვარი ტანჯვა და ორგვარი შეხედულება. არსებობს ზნეობრივი ბოროტება, ანუ ის ყოველივე ცუდი, რასაც ადამიანები უკეთებენ ერთმანეთს, და არსებობს ტკივილი, სიმსივნე, ცუნამები, მიწისძვრები და ასე შემდეგ, რომელთა გამოც მყისვე სხვა ადამიანებს არ მივიჩნევთ დამნაშავეებად. ასევე არსებობს ორი შეხედულება. ასე ვიტყოდი, სიმსივნეს სრულიად სხვანაირად უყურებს ონკოლოგიის პროფესორი და 25 წლის ახალგაზრდა ქალი. სამი შვილის დედა, რომელსაც ახლახან უთხრეს, რომ 6 თვის სიცოცხლე დარჩა. და როცა ეს საკითხი წამოიჭრება, მას აქვს ორი მხარე, ინტელექტუალური და სულიერი, და ორივე უნდა იცოდეთ. მესმის, რომ ზოგი ათეისტი გამხდარა ტანჯვის გამო. ოსვენციმში ბევრჯერ ყოფილ ვარ და ყოველ ჯერზე მიტირია. რა უნდა ვთქვათ? მაგრამ ათეიზმს პრობლემა აქვს. რადგან თუ რიჩარდ დოკინზის მსგავსად ვიტყვით, რომ მსოფლიო უბრალოდ ისეთია, როგორსაც მოელი, არ არსებობს სიკეთე, არც ბოროტება, არც სამართლიანობა. ასეთია მისი შეხედულება. მაგრამ თუ არც სიკეთე არსებობს და არც ბოროტება, მას რატომ ვლაპარაკობთ ბოროტებისა და ტკივილის პრობლემაზე? საიდან იღებთ სიკეთისა და ბოროტების შესახებ ცნებებს, თუ კი ღმერთის არსებობას უარყოფთ? მინდა რომ ამ საკითხის ფესვს შევეხო, რადგან ბევრი დრო გამიტარებია რუსეთში და ბევრ ჩემს რუს მეგობარს დოსტოევსკი თითქმის წინასწარმეტყველად მიაჩნდა. ის ამბობდა, თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი დასაშვებია. დოსტოევსკი იმას არ გულისხმობდა, რომ ათეისტებს კარგად მოქცევა არ შეუძლიათ. არა, რა თქმა უნდა. მჯერა რომ ყველა ქალი და მამაკაცი ღვთის ხატად არის შექმნილი. ისინი ზნეობრივი ქმნილებანი არიან და რასაკვირველია, მათ შეუძლიათ კარგად მოქცევა. მწერალი გულისხმობდა იმას, რომ არ არსებობს ზნეობრიობის რაციონალური გამართლება, თუ ღმერთი არ არსებობს. როგორც მე განგიმარტავთ ახლა იმას, რომ არც მეცნიერებისათვის არსებობს რაციონალური გამართლება, თუ კი არ არსებობს ღმერთი. ეს პარალელური რამაა. ამრიგად ათეისტურ თვალსაზრისს უზარმაზარი პრობლემა აქვს. ათეიზმი ვერ ჭრის ბოროტებასა და ტკივილთან დაკავშირებულ პრობლემას. ისინი ისევ არსებობს. მას რას ვაკეთებთ? აი რას გეტყვით ძალიან მოკლედ იმაზე, თუ მე რას ვაკეთებ. ყველას დაგვისვამს შეკითხვა. ყოვლის შემძლე კეთილი ღმერთი რომ არსებობდეს, ბოროტება არ იარსებებდა. მაშ ის ან კეთილი არ არის, ან ყოვლის შემძლე. ყველას გსმენიათ ეს კითხვა, ასე არაა? ყველას გაგიტარებიათ საათები ჩემსავით ფიქრში, როცა სტუდენტობისას ღამღამობით ვფიქრობდი, რომ კეთილი ღმერთი ასე და ასე უნდა მოქმედებდეს. ოდესმე რომელიმე თქვენგანს გამოუტანია დამაკმაყოფილებელი დასკვნა ამ ფიქრის შედეგად? არა. არავის. არავინ შემხედრია ასეთი. იცით რატომ? ძალიან მარტივია ამის დანახვა. იმიტომ რომ ფიქრისა თუ საუბრის დასრულების შემდეგ ისევ პირისპირ ვეჯახებით სილამაზესა და მავთულ ხლართებს. სილამაზე და ბომბები. ეს ყველაფერი ერთ სურათზეა მოქცეული. ესაა ჩვენი პრობლემა. და ნებისმიერი ახსნა, რომელიც არ მიესადაგება ამას, არ გამოდგება. მას როგორ ვუმკლავდებით სილამაზისა და ბომბების პრობლემას? ეს ძალიან უხეშად რომ ვთქვათ. თუ ამ ყველაფერს თვალს არ გავუსწორებთ, ვერ გადავჭირთ პრობლემას იმის შესახებ, ღმერთი რომ ასეთი და ასეთი იყოს, ის ასე და ასე მოიქცეოდა. ფაქტი ისაა, რომ ირგვლივ გვაქვს სილამაზე და ბომბები. მე მათემატიკოსი ვარ და ერთ-ერთი რამ, რაც ამ მეცნიერებიდან ვისწავლე, ისაა, რომ თუ ერთი საკითხის გადაჭრა არ შეგიძლია, კითხვა უნდა შეცვალო. ამრიგად, ჩემი კითხვა ასეთია. სილამაზისა და ბომბების გათვალისწინებით. არსებობს თუ არა რაიმე მოწმობა სამყაროში იმისა, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც შეგვიძლია ეს საკითხი ვანდოთ. ეს ღრმა საკითხია, ქალბატონებო და ბატონებო. მჯერა რომ ქრისტიანობის ცენტრში მხოლოდ აღდგომა კი არ არის, არამედ ჯვარიც.
მისმინეთ, შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მსმენელებს ხშირად ვეუბნები, შეხედეთ, ან და მოусმინეთ მაინც იმას, რასაც ქრისტიანობა ამბობს, მანამ, სანამ უარყოფდეთ მას. როგორც მე ვუსმენდი მთელი ცხოვრების განმავლობაში ათეისტებს, ინდუსებს და სხვებს და ვმსჯელობდი მათთან ერთად, მოусმინეთ მაინც. ქრისტიანობის მტკიცება ისაა, რომ ჯვარზე გაკრული კაცი განკაცებული ღმერთი იყო. ეს უზარმაზარი მნიშვნელობის მტკიცებაა. მისმინეთ, თუ ის განკაცებული ღმერთი იყო, ეს ძალიან ღრმა კითხვას წარმოშობს. რას აკეთებს ღმერთი ჯვარზე? ხშირად ვყოფილ ვარ ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც ძალიან იტანჯებოდნენ და შეიძლება ზოგიერთი თქვენგანიც ასე ხართ ახლა. თუმცა ღმერთი შორს არ დარჩენილა ადამიანთა ტანჯვისგან, არამედ თავად გახდა ამ ტანჯვის ნაწილი. აი რას აკეთებდა ღმერთი ჯვარზე. ეს ფანჯარაა, ქალბატონებო და ბატონებო. ფანჯარა, რომელიც იღება, რადგან ეს რომ ყოფილიყო ამბის დასასრული, სათქმელიც არაფერი იქნებოდა მეტი, თუმცა ქრისტეს აღდგომა გვაუწყებს იმას, რომ სიკვდილი დასასრული არ არის. როცა ქრისტეს მოციქულები გადიოდნენ ქვეყნიერებაზე და ქადაგებდნენ აღდგომის შესახებ, აუცილებლად ამბობდნენ იმასაც, რომ აღდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ იქნება უკანასკნელი სამსჯავრო. ეს საოცარი რამაა. სამართლიანობა აღსრულდება იმ ქალებისა და ბავშვებისთვისაც, რომლებიც იტანჯდნენ. ისინი, რომლებიც ოსვენციმში დაიხოცნენ მაგალითად, იცის ეს ღმერთმა? რა თქმა უნდა. ეს ძალიან ვრცელი საკითხია. მე კი ძალიან მოკლედ ვსაუბრობ. თუმცა უნდა იცოდეთ ის, რომ იესო ქრისტეს ჯვარი და აღდგომა რაღაც უზარმაზარი მოვლენისკენ მიმართავს ჩვენს ყურადღებას. ჯვარი მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ღმერთი ახლოს მოვიდა ჩვენთან, ჩვენს ტანჯვაში. არა, ეს გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს. ქრისტემ საკუთარ თავზე აიღო ტანჯვის გამომწვევი ყველა მიზეზი. მან იკისრა ის ყველაფერი, რაც დავაშავე ცხოვრებაში, რითაც სხვების ტანჯვა გამოვიწვია და რასაც კარგ ქმედებად მივიჩნევდი. მაგალითად, სარკასტული შენიშვნები, ჩემი სიძულვილი, ჩემი შურიანობა, ან მსგავსი რამეები. უფალმა ეს ყოველივე საკუთარ თავზე აიღო, რათა ცოდვები მოეტევებინა. ჩემი მეცნიერება კი ვერაფერს ამბობს სიყვარულისა და პატიების შესახებ. არადა ყველაზე მეტად რაც მჭირდება მე, ადამიანს, სწორედ პატიებაა. არსებობს პატიება. ადამიანის დანაშაული ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა მთელ სამყაროში. აი რას გეტყვით ბოლოს. მე არ ვიცი ის, რაც ამ რთული საკითხის გაგებაში დაგვეხმარება, ჯვრის გვერდის ავლით. მე ვიცი ის, რომ მილიონობით ადამიანმა აირჩია ქრისტეს ჯვრის აღება. ქრისტე მიიღო და მასთან ერთად მიიღო ახალი სიცოცხლეც. სამეცნიერო კონფერენციების დასასრულს ხშირად მეუბნებიან, შენ მეცნიერი ხარ და განა იდიოტივით არ იქცევი, რადგან ზიხარ და ქრისტიანობაზე ლაპარაკობ. ქრისტიანობის დამტკიცება ან შემოწმება ხომ შეუძლებელია? ვინ გითხრათ ეს? ქრისტიანობის შემოწმება და დამტკიცება სრულიად შესაძლებელია, ქალბატონებო და ბატონებო. ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს რომ ნახავთ დღეს და შემდეგ 6 თვის მერე შეხვდებით და ხედავთ, რომ ისინი თავისუფალნი არიან ყოველგვარი დამოკიდებულებისგან და ეკითხებით, თუ რა მოხდა. ამჩნევთ, რომ მათგან თითქოს სინათლე იღვრება. აი რას გეუბნებიან ისინი პასუხად. იესო ქრისტეს შესახებ გავიგე, მასზე დავამყარე ნდობა და მივიღე ძალა მისგან. გასულ კვირას სატელევიზიო გადაცემას ვუყურე, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ იყო. ვუსმინე, რომ არის დაწესებულება, რომელიც ქრისტიანებისაა და ისინი სწორედ ასე ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს აქცევენ ყურადღებას. ერთმა ადამიანმა იკითხა, რა სახლია ესო? მეორემ კი მიუგო, ხომ ხედავ კარს? მე იქ შევედი და ქრისტე ვიპოვე, ხსნა მივიღე. ხსნა მიიღო, ნიშნავს იმას, რომ ის ფიზიკურადაც გადარჩა და მის ცხოვრებას აზრი მიეცა. რატომ? იმიტომ, რომ იმ ქრისტიანებმა იესოს შესახებ უთხრეს მას. როგორც ხედავთ, საკმაოდ ხანდაზმული ვარ და ჩემი სიცოცხლის ბოლოც მოახლოებულია, მაგრამ კვლავ და კვლავ ხედავ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება სავსებით იცვლება. ეს ყველაფერი კი ქრისტესთანაა დაკავშირებული. ესაა მოწმობა და ეს რომ არ არსებობდეს, აღარც მე ვილაპარაკებდი, მაგრამ ეს მოწმობა არსებობს და სწორედ ამიტომ უკვე 60 წელზე მეტია ქრისტესთვის ვცხოვრობ.